მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყრილო, ვიწყებთ ჩვენს გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია. დღეს არ ვართ 5-4 ვართ, მეხუთე საბადო მიზეზით არის წრება, მაგრამ ამას არ აქვს არსებული მნიშვნელობა. 4-იც და 3-იც და 2-იც შენურად უკლავდებით თემას. მეთქმა არ დაგვაჭიროს. ხო, დღეს ისეთი დღე არის, ოჯახის სიწმინდის დღე და იმდენი ხალხი გამოვიდა, რომ ყველაზე მთავარი რეფერენდუმი კიდევ ერთხელ ჩატარდა. საით არის ქართული ხალხი ქრისტესკენ არის სამშობლოსკენ იმღირებულების მხარეს არის, რომელიც საუკუნეების მანძილზე გვაქვს თუ ჯანდაბისკენ. ჯანდაბისკენ ქართული ხალხი არ არის და ყოველ დღე წუნდებით ამაში. ჯანდაბისკენ არიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნები და მათი ელჩები, მათი რუსულ სიტყვას ვიხმარ უტიფრობა, კარგი ქართული სიტყვა, მაგრამ ნაგლობას ვითხმარ. ქალაქური ელფერი მინდა, ვინცა მათ ნაგლობას საზღვარი არ აქვს, მეგობრებო, და განსაკუთრებით გამოირჩევა ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი. ამერიკის საელჩომ გაგვაკვირვა ძალიან, როდესაც რა ვიცი, გააკეთა ისეთი არაპროფესიული, რბილად ვიტყვი. რაც არასდროს არ მოხდარა ჩვენს ქვეყანაში. ეს ელჩები პირდაპირ ცდილობენ რომ ჩაანაცვლონ ოპოზიცია. აი ფიზიკურად ანაცვლებენ ოპოზიციას, ფარჩაკ ოპოზიციას პირდაპირ ანაცვლებენ უცხოელები. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ ისინი აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, ისინი დადიან აქციებზე, უშუალოდ მონაწილეობენ ეგრეთ წოდებულ რევოლუციაში, თუ რაც ქვია. მოვიდა დრო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ კარგად თითი დაუქნიოს მათ, აი ევროკავშირის ელჩი დასაბარებელია, გერმანიის ელჩი დასაბარებელია, ამერიკა ვერ გარკვეულა ჯერ ეს ელჩი ეყოლება თუ არა, ეს შემდეგი პერსპექტივის საქმე, მაგრამ ცოტა მკაცრად არის მათთვის მოსათხოვი, რაც მოსათხოვია. ჩვენ უყურებთ აგენტების კი არა, უკვე რეზიდენტების, ყველა ელჩი არის იმ ქვეყნის რეზიდენტი, რომელსაც წარმოადგენს უშუალოდ ჩაბმულობას, არა ყურში რო უჩურჩულა და იმან გააკეთა აგენტო. ანუ პირდაპირ, კაი, შენ გიჟი ხარ, დებილი ხარ, არა კომპეტენტი ხარ და მე მივალ და უშუალოდ მე დავდგები. ცოტა ხანს ჩვენ ალბათ ესენი მოლოტოვის კოქტეილებსაც აიღებენ ან ფეერვერკებს, გერმანიის ელჩი ფეერვერკით რა პრობლემა არის? რაღა დარჩა, იქვია, ზღვარია უკვე. და ამ ყველაფერს ჩაიდნენ. მინდა აი ამ თემაზე რომ ვისაუბროთ და გავშალოთ. შავა რა, იცი, შემდგომში ძალიან ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს რა. ანუ იცი რას გულისხმობ? აი ხო რო გადავხედოთ ბოლო 5-6 წლის საქართველოს პოლიტიკას, ძალიან ბევრი ისეთი აი თავისთავადი მითი იმსხვრა, რომელიც ჩვენ გქონდა რა. აი ხა ბევრჯერ მithქვამს რა, ხა გაიხსენეთ ხახო 5 წლის წინ ვიღაც გიჟიმანტასის ნათქვამზე რა ელეთმელეთები გვემართებოდა და რა ხდებოდა ქვეყანაში, ხო? გახსოვთ ხო, რომ აი ცალსახად ანგაჟირებული არარაობა, როგორიც ის ვიღაც ტიპები იყვნენ, რაღაცას იტყოდნენ და მთელი ქვეყანა გლოვობდით. სანამ ერთ დღეს არ აღმოვაჩინეთ, რომ მათ აზრს არაფერი არა, არანაირი ფასი არ გააჩნია და ეს რო აღმოვაჩინეთ, უცებ ტიპებიც გაქრენ. და ეხაც ასეა რა, რომ ევროკავშირის და ჩვენი ვითომ მეგობრების პოლიტიკა საქართველოში ძალიან ბევრ ამას ადასტურებს. პირველ რიგში შალვა ადასტურებს ერთ დეტალს, მათ უსუსურობას. ანუ მე რას გულისხმობ რა, რომ აი ხა გავიხსენოთ რა, რომ აი ადრე ევროკავშირის პოლიტიკა სხვანაირი იყო რა. რო აი ხა მაგალითად თქვენ გახსოვთ ხო, რომ აი ხა ამერიკის ელჩი რაღაც 2 მეტრიანი სანთელით რო ედგა ეკლესიაში, ხო? ანუ ხო გახსოვთ ხო, რომ და აი 10 წლის წინ რომელიღაც ელჩი რო რაღაცა ქართულად იმღერებდა და ქართულ ჩოხა, ანუ რაღაც ისეთ რაღაცებს აკეთებდა, როცა სასაცილო იყო. ხო, კი, მაგრამ მაინც მეტნაკლებად ჩვენს მოსახლეობის გულს მოიგებდნენ. ეხლა რა ხდება? მართლმადიდებლობა არ კეთდება, თქვენ ვინ ხართ, რაღაცა ეს გააკეთეთ, ანუ ჯერთ ეს პირველი რიგში მაჩვენებელია, რომ მართლა პოლიტიკური კლასის დეგრადაცია მოხდა, რაც აისახა უკვე ბიუროკრატიათაც. მაგრამ მეორე მაჩვენებელიც არის, რომ ჩვენ შევიცვალეთ.
ანუ ჩვენ აღარ ვართ ისეთი. აღარ ვიღდები. ჩვენ აღარ ვართ აი ტურისტულ ტრიუკებზე რა. აი ხო ჩვენ არ ვართ ესეთი აი ტიპები რომლებიც მათთვის ვარსებობთ რა. ანუ ჩვენ არ ვართ აი ადამიანები რომლებიც ვცდილობთ მათ გემოვნებას მოვეგოთ რა. ანუ ჩვენ ყველა ანუ რა იცი აი ჩვენ ვეცადეთ სხვათა შორის გულწრფელად ვეცადეთ. მშავა რა იცი მაგრამ როცა ეგზისტენციური საკითხი დაგვიდგა ყოფნა არ ყოფნის მაშინ უბრალოდ ეს ყველაფერი მშავა არის ერთი დეტალი რა რომ მათ არც კი გასჩენიათ ეჭვი რომ ჩვენ რო არ ვიომეთ, რატო არ ვიომეთ რა, იმიტომ რომ ხვდები ხარ რომ მათ წარმოდგენაში რა ვიცი, ქართველი ხალხი რომელიც გმირულად იომებდა და მოწყდებოდა, აი მაგარი ტიპები არიან და აი ყველა რაღაცას შეიძლება აი რაღაცა აი იმაზე ფრეიმებიც გაეკეთებიათ საქართველოს დროშით, მაგრამ ნუ ჩვენ აქ რადგან ჩვენს ცხოვრებას შეეხებოდა, ამაზე ვარი ვთქვით. აღმოჩნდა რომ ეს მიზეზი იყო საკმარისი იმისთვის რომ 180 გრადუსით შეცვლილიყო ყველა. მე გეთახმებ შენ, მაგრამ მე სხვა ასპექტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ელჩს აქვს ძალიან კონკრეტული ვენის კონვენციით განსაზღვრული და სხვადასხვა კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობა. ელჩი ატარებს სხვა ქვეყნის პოლიტიკას იმ ქვეყანაში, სადაც არის, ოღონდ ემუშავება პირველ რიგში ხელისუფლებას. ელჩი არ ემუშავება ოპოზიციას. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაც კი არის პრობლემა. აბა სადოს საქართველოს ელჩმა სადმე ჩავიდეს და დაიწყოს უბრალოდ შეხვედრები ოპოზიციის ლიდერებთან, ხო? ეს იქნება სკანდალი და დაიბარებენ და ურთაც აუწევენ. როგორც ყველა ქვეყნის ელჩი, ჩვენი ქვეყნის ელჩსაც. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ. ერთს დავამატებ. კიდევ ერთი დეტალია, ანუ რატო ჩაერთვენ ელჩები რა. აი ელჩებზე მინდა. დასავლეთს ქონდა საქართველოში ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტი იყო NGO სექტორი. რომელთაც ის ახორციელებდა თავის პოლიტიკას. სამოქალაქო სექტორი, ესე ეძახდა. სიწმინდე, ხო? პროგრესული აი რაღაცა არ ვიცი ქართველობა რა. ნამდვილი ქართველობა. ნამდვილი ქართველობა. ლამაზები, ევროპელები ხო და ნათელები და რაღაცები ხო და გრუზინები არა. ოღონდ ეს სექტორი აღმოჩნდა კორუმპირებული, უნარო და აბსოლუტურად არაფრის გამკეთებელი. კი ბატონო. ამიტომაც მათ უკვე მიაჩნიათ, აი ამაში კი ბატონო. უკვე ბოლო ერთიან, ნუ ახლა მე მეგონა რომ NGO სექტორის მერე გაჩერდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს უკვე იმდენად გადავიდნენ ზღვარს, რომ აი ელჩების ამუშავება. აი უყურე აგერ მინდა გადმოვიდა ჩვენ ძვირფას ნუკრისთან. უყურე ჯერ იყვნენ ოპოზიციონერები, შემდეგ შემოვიდნენ მედია ტიპები, შემდეგ შემოვიდა NGO სექტორი, შემდეგ შემოვიდნენ უმართავი ლაწირაკი აქტივისტები და როცა მთელი რესურსი გაილია ისე რომ შედეგი არ არის. უშუალოდ ვინც ხელმძღვანელობს ისინი ჩადგნენ პირველ რიგში მოლოტოვის კოქტეილის პროლემების რიგში. ხო, ნუ ტუსკოზირია თუ შეესტიორკა ეგ საკეთება რა. აი ამას მინდა მიაქციო შენს კომენტარში ყურადღება რომ ელჩი არ არის ვიღაც. ელჩი არის თანამდებობის პირი. ელჩმა უნდა ითანამშრომლოს იმ ხელისუფლებასთან, სადაც ის მიდის. ისეთი ელჩი და საელჩო ნონსენსია, რომელიც ხო, ნუ რაღა ნონსენსია ამერიკის საელჩო, ამას თითქმის ყველა ქვეყანაში აკეთებს, მაგრამ ზოგადად მიუღებელია თქო, რომელიც ისტორიული ნონსენსი არ არის ნამდვილად. ისტორიული ნონსენსი არ არის, ხო. იურიდიულად არის ეს მიუღებელი. პირველად დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად ელჩი ეს არის ლეგალური შპიონაჟის ერთ-ერთი ფორმა. ხო, ერთ-ერთი ფორმა. ხო, ლეგალური ფორმებში. ზოგადად ეხლა შემთხვევით გამოთქვა ხომ არა რატომ არ ხდება ამერიკაში რევოლუცია, იმიტომ რომ ამერიკაში არ არის ამერიკის საელჩო, ხო? ყველგან აბსოლუტურად საელჩოები ისეთ დიდი ქვეყნების როგორც შეერთებული შტატები თამაშობს მესამე სახელმწიფო, არათუ მესამე პირველ სახელმწიფოებში, ევროპის სახელმწიფოებში ეს ვხედავთ ჩვენ. კი, კაცო. გერმანიაში რა ვერ ხედავთ? თამაშობენ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს, რაც პრინციპში ეს უკვე აღარ არის კლასიკური ელჩი. ანუ განსხვავება ხა მაგალითად რო განვასხვაოთ რა ჩინეთის ელჩსა და შეერთებული შტატების ელჩს შორის არის ის რომ ჩინეთის ელჩი ეს არის ელჩი კლასიკური გაგებით. მან უნდა რაღაცა ორ სახელმწიფოს შორის უნდა რაღაცა განამტკიცოს ურთიერთობა კონტაქტები დაამყაროს. ასეც აკეთებს კიდეც. და ასე შემდეგ. ის არ არის ელჩი იმისთვის რომ შენ აქ რაღაცა შეგცვალოს გმართოს და ასე შემდეგ. ამერიკის საელჩოს ისტორიულად გულისხმობ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში შეიძლება იქამდეც იმ ნახევარსფეროში ამერიკის ნახევარსფეროში სხვანაირად იყო მონროს დოქტრინით ხო მაგრამ იმის შემდეგ უკვე დანარჩენ სამყაროშიც
მისი ფუნქცია იყო აბსოლუტურად განსხვავებული და რა იყო ეს ფუნქცია? მისი ფუნქცია იყო ის, რომ პირველ რიგში გაეტარებინა შეერთებული შტატების პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ეგ ბევრნაირად გაატარო. მაგრამ მეორე მხრივ ატარებენ ისე, რომ მახდენენ საზოგადოების პოლიტიკური სისტემის ისეთ ტრანსფორმაციას და რაც თავი აზროვნების ისეთ ტრანსფორმაციას, რომ რეალურად უკვე ეხლა გახსოვთ ალბათ იაგომ რო თქვა, რომ ჩვენთვის პატრიარქი არის ამერიკის ელჩია, ხო? ხო. ანუ ესეთი განწყობა და ესეთი წარმოდგენები რო უნდა შეკრას, ეს არის ამერიკელი ელჩების მოვალეობა მესამე სამყაროში. ანუ ეს არ არის ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე რაღაც რელიგიურ საკითხებზე. ამერიკის საელჩო არის რაღაცნაირი ამერიკის ტაძარი მესამე სამყაროში. ეს არის რელიგიური, ნახევრად რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ატარებს ძალიან რელიგიურ შინაარსს, ქმნის ამ რელიგიური ნახევრად ფულითაც ოპერირებს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა რელიგია, როგორც ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც შედის და რომელსაც აქვს ისეთი დიდი საქონელი, როგორც არის ამერიკის მოქალაქეობა, green card, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ხა რომის იმპერიაში, რომის მოქალაქეობა იყო აქტივი, რომელსაც იბრძოდნენ არამოქალაქეები. დაახლოებით იგივეა ეხლაც. მან ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როგორი პროცესს ახდენს, საერთო პირველ რიგში ახდენს იმას, რომ ხდის საზოგადოების თერი რიგი სფეროების სუროგაციას. მაგალითად, არის სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო საზოგადოება ყველაფერი შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს ბრევლიც, შეიძლება იყოს რაღაცა პროვოკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება არის NGO-ს. ლიბერალური NGO სექტორი. როდესაც საუბრობენ და რატომ ახდენს ეს, რომ როდესაც საუბრობენ, რომ აი საზოგადოების ინტერესი ესეთია, საუბრობენ, რომ NGO-ს ინტერესია სიამოვნებაში ესეთი, რომელიც ფინანსდება მათგან. მეორე ხედით ქმნის ჟურნალისტთა კლასს, საინფორმაციო კლასს, ანუ ქმნის სამოქალაქო საინფორმაციო იდეოლოგიურ ზოგიერთ შემთხვევაში ეკონომიკურ კლასს შეიძლება სამხედროს როგორც და ხო, თურქეთში როგორც იყო სამხედრო კლასს და ეგვიპტეში და ასე შემდეგ. ხო. კი. ანუ ქმნის მართვის სადავეებში იმ კლასებს, რომელიც მერე ახდენენ ძალაუფლების უზურპაციას. თუმცა რატო გამოვიდა მაშინ? რატომ წამოვიდნენ? იმიტომ რომ პლაკატები. ის რაც შექმნა, ვისგანაც შექმნა. ვისაც უნდა მოეხდინა ძალაუფლების უზურპაცია, ვერ მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია. და თვითონ გავიდნენ თვითონ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა აქამდე როგორ იყო? ეს იყო აი ძველჩინეთში იყო დახურული ქალაქი. კი. დახურული ქალაქის სისტემა იყო, ანუ იმპერატორი გადმოცემდა ბრძანებას დახურული ქალაქიდან. აქ როგორ ხდებოდა? ბრძანება გადმოიცემოდა ამერიკის საელჩოდან, მაგრამ ასრულებდნენ სხვები. ეხლა იმპერატორს მოუწია გამოსვლა დახურული. ხო. ზაზა. ჯერ პირველ რიგში იქიდან დავიწყოთ, რომ თვითონ იმ სახელმწიფოების დამოკიდებულება არის ესეთი ჩვენი ქვეყნისადმი და ზოგადად პატარა ქვეყნებისადმი რა. ორი პატარა ესეთი მოკლე მაგალითი საზოგადოებამ რომ ნახოს, რომ მათ აქვს მხოლოდ თავიანთი ინტერესები. არაფერი არ აინტერესებთ ქვეყანაზე გარდა თავისი ქვეყნის ინტერესებისა. და წარმოდგენა აქვს ჩვენზე და დანარჩენ საზოგადოებაზე, რომ ჩვენ ვართ რაღაც მეასე ხარისხოვანი, ბევრჯერ გვიწევს ხოლმე ამის გამეორება, მაგრამ გულდასაწყვეტი ფაქტია. აი ხა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ყავ გერმანიას და განცხადება გააკეთა, ხა რუსეთზე აკეთებდა განცხადებას, ნაკლებად გვაინტერესებს, მაგრამ ის რა ქვია, სანქციები უნდა გავაძლიეროთო, რომ როგორ შეიძლება 21 საუკუნეშიო ომი დაიწყოსო, ესეო შუა საუკუნეები ხო არ არისო, სიტყვას თქვით ვიმეორებ რა. თო გერმანია იძახს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ახალი. შუა საუკუნეები ხო არ არისო, რომ ეს 21 საუკუნეში დაიწყო ომი. 80 წლის წინ ალბათ შუა საუკუნეები იყო და რუსეთი თუ უკრაინას ერჩის ამ შემთხვევაში და რაღაცა დაპყრობას ცდილობს და ლამობს, ისინი მთელ მსოფლიოს 20 მილიონი კაცი მოკლეს მარტო რუსეთში. 20 მილიონი საბჭოთა კავშირში. 20 მილიონი კაცი შეიწირეს და ერთი მაგდენი მეორე მხარეს ხო ასე იყო. 40 მილიონი კაცის მკვლელებმა დღეს უბრალოდ როგორ გიყურებენ, იცი რომ აი ხა ეს განცხადება რომ გააკეთო, სულ ცოტათი ხო უნდა დაფიქრდე, ხო? მაგრამ თავსაც არ იწუხებენ, იმიტომ რომ ჩვენ მათთვის არ წარმოვადგენთ რაღაცა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მათი ტოლი და სწორია. შესაბამისად არის
ელჩის დამოკიდებულებაც ხო, მაგრამ თვითონ უწევს გამოსვლა. კი ბატონო, არა, მანამდეც მივალ და აუცილებლად მეორე განცხადება კიდე და ეგრე კონკრეტულად ელჩებზე გადავალ. აგერ იყო დონალდ ტრამპმა სირიის მმართველზე რო თქვა, კარგი საინტერესო წარსულის კაცია. არა, ძლიერი წარსულისო, საინტერესო ახალგაზრდაო, რომელსაც აქვსო ძლიერი წარსულიო. ანუ საზოგადოება მინდა იცოდეს, რომ რას ნიშნავს ძლიერი წარსული? ხო, ძლიერი წარსული არის ის, რომ თავებს აჭრიდა ISIS-ში იყო. ISIS-ში რა თქმა უნდა, თავებს აჭრიდა ხალხი. ხაიდა იყო. ალ-ყაიდა უკასრავად როგორ შემეძლო. კამერების წინ თავებს აჭრიდა ხალხს და გენოციდს აწყობდა. ხო, და ასე შემდეგ. ანუ მოგონილია ეს სტრატეგია, ესე იგი დენტით სავსე მანქანების, რომელიც აჭირდება. ანუ როგორც კი მათ ინტერესებს დაჭირდა, ცოტა ხნის წინ მასზე დაწესებული ჯილდო მოხსნეს FBI-დან, კი ბატონო. ხო, 10 მილიონი და დღეს აცხადებენ, რომ ეს არის ძლიერი წარსულის კარგი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ინიციატივია. აღარ გავაგზავნებ, მაგაზე შეიძლება მოგვიწვიოს ლაპარაკი. აგერ არის ევროპის და ამერიკის დამოკიდებულება თავისი ინტერესებისადმი. მურჩა და გაცავდა დღეს როგორ შეიძლება საქართველოში ვინმე დალაგებული და ჭყუად ყოფილი ფიქრობდეს, რომ მათ ინტერესებში შედის მაგალითად ქვეყნის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. ეს არ არის. თუ მოხდა საოცრება და დაემთხვა როგორც ეხლა ახლო აღმოსავლეთში მაგალითად იყო ეს დღეები და ალბათ მოგვიწევს მაგაზე გადასვლა, დაემთხვა რომ ოქროს ხანა დავიწყეთ ამერიკელებმა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა და ასე შემდეგ, მაგაში თუ მოვყევით, ეგ გასაგებია. დანარჩენი ობიექტი ელჩების არის ყველა შემთხვევაში რუსეთი და ჩვენ ვართ ის სუბიექტი, რომელიც უნდა გამოიყენონ იმ ეგრეთ წოდებული ობიექტის რუსეთის წინააღმდეგ. როგორც უკრაინა გამოიყენა. როგორც უკრაინა და მეტი მიზანი მაგათ არ აქვს. თუ დავაკვირდებით ნებისმიერ განცხადებაში რაღაცა მთავრდება შინაარსი და დედააზრი ის არის, რომ რუსეთი როგორი ცუდია და ბოლოს გააკეთა კიდე გერმანიის ევროკავშირის ელჩმა განცხადება, რომ აი რუსეთის ქმედებებს პასუხი უნდა გაეცეს და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ მის წინააღმდეგ. ანუ ეს არის ირიბი კიდევ ერთი მოწოდება, რომ იმას რა პასუხი უნდა გაეცეს, ხა რუსეთს სანქციებს ჩვენ ვერ დაუწესებთ და რუსეთს თვითონ ვერ წევენ პასუხს და ჩვენ რა პასუხი უნდა გავუწევთ, ხო? ქართველები ერთ-ერთი თუ გამოგვიყენებენ რაღაცა აქედან რაღაცა ცეცხლი გაიხსნას და როგორც მილიონჯერ გვითხოვს და ეგრეც არის, რომ გამოგვიყენონ აი მასალად რომელსაც გაწირავენ ჩვეულებრივად. ესე არის. ანუ ეხა ამ ელჩების დამოკიდებულება არის შემდეგი და რატომ გამოვიდნენ ეს აშკარად? პირდაპირ თვითონ უშუალოდ რატომ გამოვიდნენ? ასპარეზზე. თქვენ თუ გახსოვთ ამერიკის წინა ელჩი, რომელსაც დეგნანი დავალება ჰქონდა, რომ უნდა გადატრიალება მოეხდინა, ეს ხო უკვე ღია იყო, მე განსაკუთრებით გავიგეთ, რომ გადატრიალება უნდა მოეხდინა და შედეგი უნდა დაედო. იმისთვის შედეგი იყო ის, რომ ქვეყანაში უნდა შეეცვალა ხელისუფლება. ჯერ დაიწყო სასამართლოებით, არაფერი არ გამოვიდა, ვერ ჩაიგდო ხელში CSKO, ეს ყველაფერი დახურული არხებით მიმდინარეობდა, მერე გამოვიდა უკვე ასკარად დაპირისპირება იყო ხელისუფლებას. სანქციები, მოსამართლეების სანქციები მაშინ დაიწყო. სასამართლოებში ჩარევა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რომ ვერ გააკეთა, უკვე ბოლოს მიწურულს სხვა გამოსავალი აღარ ქონდა დარჩენილი, ეს ამას ხო NGO-ების მეშვეობით ხან ვეტინგზე იყო საუბარი. ზურგს ამოფარებული იყო. მერე უკვე თვითონ გამოვიდა ასპარეზზე, თვითონ ხვდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ემუქრებოდა, რომ მე თქვენ ამას გიზავთ, ჩამოგაგდებთ, თუ რაღაცა ამ კანონს მე რუსულ კანონს დავარქმევ და განახებთ რა იქნება. ღიად აღარაფერი აღარ იმალებოდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა შესაძლებელი თავისი მისია წეგან აღნიშნეთ რაც იყო. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა დღეს ევროკავშირის ელჩი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დროებით გაიწია და გაჩერდა, მისი ფუნქცია იყო ევროკავშირის ელჩმა. ეს ელჩი უკვე რომ აღარავის იმედი რო არ აქვს რომ ვინმე რამეს გააკეთებს. ყველა რომ დაცემულია. მისია შესაძლებელი გაქვს, სხვა გამოსავალი აღარ გაქვს. ამიტომ რა უნდა გააკეთონ? ეხლა რანაირად შეიძლება ქვეყანა დაიმორჩილო, როდესაც საზოგადოება არის თქვათ რაღაცა განათლებული, ეკონომიურად ძლიერი ქვეყანა. ვერ იმორჩილებ იმას, ძალით შეიძლება, ძალით. ქვეყანა და სუვერენიტეტი აქვს მყარი. ვერა ხო გამორიცხულია რა. თქვათ რაღაცა იმის გერმანიის რაღაცა გამოშტერებულმა ელჩმა, რომელიც სხვათა შორის გუშინ განცხადება გააკეთა, რომ თურმე
იმ პროცესებზე ხო დადიან ელჩები ჯერ ესეც ეგ კონვენციის დარღვევაა როგორ შეიძლება პირდაპირ ზეწოლა მოსამართლეზე თან მოსამართლეს ასანქცირებენ მოსამართლე არის დასანქცირებული არა მოსამართლე უყურებს ელჩს რომელიც იქ ყოფნით ეუბნება რომ თუ შენ ჩემთვის არა უკვე დასანქცია აი იმ ქალბატონ პოლიციელს ხელი გაარტყა ხო რა ქვია არ მასუქელი ხო მზია ამაშკელი ბათუმში მის პროცესს ესწრებოდა გერმანიის ელჩი ხო და ის მოსამართლე არის დასანქცირებული ხო ნუ ზეწოლა აღარ არის შემდეგ რომ გამოვიდა რომ შეეკითხნენ რომ როგორო თქვენთან გერმანიაში რომ ვინმე ხელი გაარტყასო პოლიციელსო დაჟადი არ არისო და როგორ არ არის დაჟადიო მაგრამო ისო რა ქვია ამაღლობელი ამაშკელია დაჟადი არისო მაგრამ საკმარისია უკვე 4 თვე ზიისო და ანუ უკვე უნდა გამოუშვა ზომა განუსაზღვრა ანუ ზომებსაც უსაზღვრავენ უკვე თავის აგენტებს კი ბატონო მე ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო აი ის ხალხი რომლებიც ისე არიან რომ აი პუტინი მტერია და მოკვდებით მაგრამ არ დაველაპარაკებით აი ეს ფაქტი რომ სირიის ლიდერი შეხვდა რატომ არ უშვებენ იმას რომ ხვალე აბსოლუტურად შეიძლება შეიცვალოს რეალობა ხელი ჩამოართვან ერთმანეთს ახლა პუტინმა და დასავლელმა ლიდერებმა ტრამპის მერე იზავენ ეგრე და ეს იქნება ეს აბსოლუტურად ლოგიკურად ჩდება ამის გარდა აი გეოპოლიტიკური სურათი ვნახოთ რომ რამდენად მრავალმხრივი და რამდენად განსხვავებულია ეს თანამედროვე სამყარო ხო უკრაინაში ხო უპირისპირდებიან ერთმანეთს ინდოეთში ერთ ხარეს აღმოჩნდა რუსეთი ამერიკა ისრაელი და ინდოეთი მეორე ხარეს პაკისტანის მოკავშირე აღმოჩნდა ნუ არაბული სამყაროსა და ნუ ისლამური სამყაროსთან ერთად ჩინეთი ანუ იმდენად განსხვავებული კონფიგურაციებია სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებში რომ თანამედროვე პოლიტიკა ესეთი მარტივი რაღაცა მაგალითები არ არის ტრები და მეგობრები კი არ აკავთ არამედ აქვთ ინტერესები ცხადია ეს ცნობილი თეზაა ძალიან საინტერესო დისკუსია უნდა გავწყდოთ ცოტა ხნით რეკლამაზე